მოგესალმებით, ტრადიციულად 4 შაბათს 5 საათზე ეთერშია ბიზნეს ინსაიდერი რადიო სივრცის ეთერში და ასევე ტრადიციულად რა თქმა უნდა, გვექნება საინტერესო სტუმართან საინტერესო თემებზე საუბარი, თუმცა ამასობაში ასევე ტრადიციულად ჩვენ მიმოვიხილავთ დღის განმავლობაში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს, თემები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია და უკვე შემდგომ სტუმართან ერთად განვაგრძობთ საუბარს. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი იყო და ჩვენი ყურადღების ქვეშ იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ინტერპელაციის წესით საქართველოს პარლამენტში, სადაც უამრავ სხვადასხვა საკითხთან ერთად პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ბუნებრივია ეკონომიკური მიმართულების საკითხებზე, ზოგადად ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ეკონომიკური ზრდის შედეგებზე აქ ამ ეთერში, თუმცა ცხადია ყოველთვის ასევე ვსვამთ ხოლმე კითხვას იმასთან დაკავშირებით თუ საბოლოო ჯამში რა უნდა იყოს ეკონომიკური ზრდის შედეგი, რაში ითარგმნება ეკონომიკური ზრდა და ბუნებრივია მთავარი ნაწილი, რომელიც ყოველთვის განგვიხილავს და ყოველთვის გვისაუბრია არის რომ ეკონომიკური ზრდის შედეგი და ეკონომიკური ზრდა საბოლოო ჯამში უნდა ითარგმნებოდეს სიღარიბის შემცირებას, სამუშაო ადგილების ზრდის ნაწილში, ანუ ჯამში მოსახლეობის კეთილდღეობაზე უნდა აისახებოდეს და რამდენადაც ეს ხერხდება და რა ნაწილშიც ვერ ხერხდება, ბუნებრივია მნიშვნელოვანია რომ ეს ნაწილი იქნას გამოსწორებული. დღეს სწორედ პრემიერ-მინისტრი საუბრობდა სიღარიბის მაჩვენებელზე და როგორც პრემიერმა აღნიშნა და ამას ადასტურებს ციფრობრივი მაჩვენებლები, რომელიც გვაქვს ჩვენ, მათ შორის მსოფლიო ბანკის მაჩვენებლები, საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1,100,000 ადამიანი და 350,000-მდე შემცირდა ეს მაჩვენებელი სწორედ აი ამ პერიოდის განმავლობაში, თუ შევხედავთ ასე ვთქვათ ვითარებას, საქართველოს სიღარიბის მაჩვენებელი 4 წლის განმავლობაში ჯამში 9.4%-მდე შემცირდა, ანუ ჩვენ ვართ ერთნიშნულ მაჩვენებელზე, მაგრამ ჯამში შეიძლება ასე თქვას, რომ ცხადია მთავარი ნაწილი და მთავარი ამოცანა არის სიღარიბის განულება, ცხადია ეს კვლავ რჩება მთავარ გამოწვევა, თუმცა ამავდროულად ისაუბრა პრემიერმა სოციალური დახმარების ნაწილზეც, ვინაიდან სოციალური დახმარების ნაწილშიც ჩანს რომ გარკვეულწილად მეთოდოლოგიის მიმართულებით და მეთოდოლოგია მთლიანობაში გარკვეულ გადახედვას საჭიროებს, ვინაიდან ცხადია რომ უტოპია და შეუსაბამობა ერთის მხრივ ხდებოდეს მუშევრობის შემცირება, სიღარიბის მაჩვენებლის აი ამ დონეზე შემცირება, რომელიც ჩვენ გვაქვს და მეორე მხრივ რაღაცა ფორმით ხდებოდეს სოციალური დახმარებების ამ კუთხით სოციალური დახმარებების გულისხმობ ზრდა. ეს არის ერთი ნაწილი ამ მიმართულებით, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ასევე საუბარი იყო შეეხებოდა დასაქმების საკითხებს, ისევე როგორც უცხოელი სტუდენტების საკითხებს, უკანონო მიგრაციის საკითხებს. ცხადია მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მეტი იყოს ადგილობრივი მუშახელი და სულ უფრო ნაკლები საჭიროება იყოს უცხოელი მუშახელის შემოყვანის, მით უმეტეს ბევრ სხვა ტიპის ისეთ სამუშაო შესრულებად, რომელსაც დარწმუნებული ვარ საქართველოს მოქალაქეები ასევე წარმატებით შეასრულებენ. ცხადია ამ კუთხით ბევრია სამუშაო. ყოველთვის პრემიერს აღნიშნავს და ჩვენს ყოველთვის ვიხსენებთ ხოლმე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კვლევას, სადაც მთავარი 3 პრობლემიდან 2 პრობლემა უკავშირდება სწორედ კვალიფიციური სამუშაო ძალის ნაკლებობას ერთის მხრივ და ზოგადად სამუშაო ძალის ნაკლებობას მეორეს მხრივ, ანუ ბიზნესისთვის დასახელებულ, ბიზნესის მხრიდან დასახელებულ პრობლემებს შორის ტოპ 3-დან 2 უკავშირდება სწორედ სამუშაო ძალასთან დაკავშირებულ საკითხს. ანუ ხედავთ პრობლემა რამდენად ფართოა, ხო, ამ მიმართულებით, ანუ ჩვენ ხედავთ ვითარებას, როდესაც ერთის მხრივ ბიზნეს სურს დასაქმება მოქალაქეებს, მაგრამ მეორე მხრივ უბრალოდ ძიების პროცესში ვერ პოულობს შესაბამის სამუშაო ძალას. მესამე მხრივ რომ შევხედოთ ვითარებას 13%-ზე მაღალია ჯერ კიდევ უმუშევრობის მაჩვენებელი მიუხედავად იმისა, რომ თუ ტენდენციას შევხედავთ 2012 წლის შემდგომ პერიოდში პანდემიის გამოკლებით ცირდება უმუშევრობის მაჩვენებელი. კიდევ ერთხელ მიუხედავად ამისა, ბიზნესისთვის პრობლემურია კვალიფიციური სამუშაო ძალის მოძიება და ცხადია ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თავს იმ პრობლემის, რომელიც შეეხება გარკვეულ ტიპის კორელაციას, ასევე
განათლების სექტორსა და დასაქმებას შორის, ვინაიდან კიდევ ერთხელ ეს პარადოქსის გამოსარიცხია, ხო? ვინაიდან არსებობდეს სამუშაო ადგილები, მაგრამ ვერ ხდებოდეს მისი დაკმაყოფილება, რაც მე ხშირად ხდება ხოლმე სწორედ უცხოეთიდან შემოყვანილი, ასე ვთქვათ, სამუშაო ძალით, რომელიც კვალიფიკაციასთან დაკავშირებით ასევე კონკრეტულად ბევრი კითხვის ნიშანია. ნუ ცალკე საკითხია უცხოელი სტუდენტების მიმართულება, რომელიც მისასალმებელია აბსოლუტურად, ვინაიდან უცხოელი სტუდენტების წვლილი საქართველოს ეკონომიკაში არის $1.2 მილიარდი ლარი და ჯამში, ასე ვთქვათ, ისინი და მათი აქ ყოფნა ქმნის 10,000-ზე მეტ სამუშაო ადგილს. ხადია ეს ის საკითხია, რომელსაც ჩვენ მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ ბუნებრივია არ და ვერ მივესალმებით ერთ მხრივ არაკვალიფიციური სამუშაო ძალის შემოსვლას, როცა შეგვიძლია რომ ჩვენ ვზრუნველყოთ აქ ადგილზე საბამისი სამუშაო ძალა და მეორეს მხრივ ცხადია უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომელიც ამ ქვეყანაში უკანონოდ იმყოფება, ეს იყო მოკლედ ეკონომიკური ჭრეშის საკითხები, რომელზეც პრემიერმა გაამახვილა ყურადღება, ცხადია ჩვენ ვეცდებით რომ ეს თემები კიდევ უფრო მეტად გავშალოთ, თუმცა სხვათა შორის კარგად დაემთხვა, ჩვენ თლად ესე არ დაგვიგეგმავს დღევანდელი დღე და დღევანდელი დღის სტუმარი, ვინაიდან ჩვენ დღეს ვისაუბრებთ სექტორზე, რომელშიც სწორედ საუბარია იმაზე, რომ არის მაღალანაზღაურებადი, არის მზარდი მაღალანაზღაურებადობის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე დინამიური სექტორია და პირიქით ქმნის სრულიად ახალ განსხვავებულ შესაძლებლობებს საქართველოს მოქალაქეებს, არა მხოლოდ, მაგრამ აქ ამ ქვეყანაში ცხოვრებლებისთვის ძალიან ფართო ასპარეზს აჩენს სამუშაოს დამატებითი დასაქმების დამატებით უზრუნველყოფის მიმართულებით. ბატონი თორნიკე სულაბერიძე, აისტი ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ბატონო თორნიკე. მადლობა Business Insider-ში, რადიო სივრცეში მობრძანებისათვის და განსაკუთრებული მადლობა ასოციაციის ფარგლებში საქმიანობისთვის, ვინაიდან უკვე სრულიად სხვა კოლგა ორგანიზაცია შეიძლება ასე ითქვას, რომელიც აქტიურად უკვე ბევრ ღონისძიებებს ხედავთ, ამის შესახებაც ვისაუბრებთ, თუმცა პირველ რიგში ჩვენ აქ სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან უფრო ზუსტად რო ვთქვათ, საქართველოს პარლამენტთან მაგალითად ბატონ ვაკო თურნავასთან არაერთი ეთერი გქონია, სადაც განგვიხილავს სხვადასხვა ტიპის საკანონმდებლო საკითხები IT სექტორში, ისე როგორც IT სექტორის მთლიანად ვითარება, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ პირველად ამ შემთხვევაში კერძო სექტორიდან ვესაუბრებით სტუმარს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაწილია და საინტერესოა, ახლა ერთ სახელმწიფოს პოზიცია ვიცით, თქვენი შეფასება კერძო სექტორისგან, სექტორის და ტენდენციები, რომელიც გვაქვს ახლა ამ პერიოდში. მოგესალმებით, მივესალმებით მსმენელს. კი, სწორად აღნიშნე გიორგი, შენ შესავალში, რომ ჩვენი სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და ერთ-ერთი პრიორიტეტული სექტორია საქართველოს ეკონომიკაში. და ის ფაქტი, რომ უკვე 2025 წელს ჩვენო სექტორმა შეადგინა 8.2% მშპ-ში, ამაზე მეტყველებს და მინდა მაღალი მაჩვენებელია 8.2%. რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი არის მეოთხე თუ არ ვწდები თლიანად ეკონომიკის სექტორებს თუ გადავხედავთ და შეზდარებისათვის, აი რომ შევადაროთ რა არის, თქვა 2025-ში იყო 8%, 2019 წელში იყო 0.02%, ანუ შთამბეჭდავია იზრდა, რასაც ჩვენ მივახციეთ ბოლო 7 წელიწადის განმავლობაში, ამას რამოდენიმე ფაქტორი გააჩნია. ერთ-ერთი ფაქტორი და ყოველთვის საუბრობ ხოლმე ამაზე არის ის, რომ ჩვენ გაგვაჩნია საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, რამაც მიმზიდველი გახადა საქართველოს პირველ რიგში ტექნოლოგიური კომპანიებისათვის, იმისათვის რომ გადმოსულიყვნენ საქართველოში და ეს ჯერ კიდევ 2020 წელს მივიღეთ ეს კანონმდებლობა და ამან ძალიან დიდი ბუსტი მისცა საქართველოს და ყოველთვის არის ხოლმე საუბარი ამაზე თუ რატომ გადმოდიან კომპანიები საქართველოში და ამას რამოდენიმე სამი მიზეზი გააჩნია, სამი ფაქტორი არის თუ რატო ტექნოლოგიური კომპანია, საერთაშორისო კომპანია irჩევს ქვეყანას იმისათვის, რომ მოახდინოს ოპერირება. გადმოდიან და ძირითადი სტატისტიკა რაც გვაქვს, მაგრდებიან ასე თქვა ამ ქვეყანაში. დიახ, აი ეს არის სწორედ ის, რომ
ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, ეგ უნდა შენარჩუნდეს და ამაზე უნდა დაშენდეს, ხო? ანუ როდესაც კომპანია გადმოდის საქართველოში, უყურებს სამ გარემოს. ერთი არის ბიზნეს გარემო, როგორი არის იმარტივე და რა საგადასახადო შეღავათები არის, თქვა ტექნოლოგიების კუთხით და ამ კუთხით ეს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი შესაძლოა საძიროს, რომ 5% საგადასახადო შეღავათებით ისარგებლონ. მეორე ეს არის ინფრასტრუქტურა, თქვა ინტერნეტის ხელმისაწვდომობა და მესამე რაც ყველაზე მთავარია ჩვენ სექტორში, ეს არის ადამიანური რესურსი. ამ ყველა კომპონენტში ხო იმ მომენტისათვის საქართველოს მზად დახვდა და მოგეხსენებათ რომ უდიდესი ბიძგი იყო გამოწვეული ომის შემდგომი ფაქტორით, რომ ომი დაიწყო უკრაინაში, ბევრმა კომპანიამ დახურა თავისი ოპერაციები რუსეთში და უყურებდა რეგიონს და საქართველოს მზად დახვდა იმ ნაკადებს, იმ კომპანიას, რომ გადმოსულიყვნენ და აქედან დაიწყო ოპერირება. სწორედ აი ამ ეფექტმა, კომპანიების გადმოსვლამ, მიგრაციული ნაკადების ეფექტმა განსაზღვრა ის, რომ 2023 წელს ჩვენ მქონდა პიკური რეკორდული ზრდა ტექნოლოგიურ სექტორში, ექსპორტის თვალსაზრისით და ზოგადად ბიზნესის, ასე ვთქვათ, აუთპუტის კუთხით. თუმცა მე შევხედეთ, რომ ეს მილევადი იყო, ანუ ეს ეფექტი მილევადი იყო, მაგრამ 2025 წელმა აჩვენა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი, იმიტომ რომ სწორმა პოლიტიკამ და იმ რესურსების დახარჯვამ, როგორც ადამიანურ რესურსებზე, ინფრასტრუქტურაზე და საკანონმდებლო ჩარჩოებზე, კვლავ დაუბრუნა ზრდა ჩვენ სექტორს და 2025 წელს ის 2023 წელზე უკეთესი შედეგები და მაჩვენებლები გვაჩვენა და მე იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ეს, იმიტომ რომ ჩვენ არ ამოგვიწურია ეს პოტენციალი და საქართველოს გააჩნია იმის შესაძლებლობა, რომ ნამდვილად გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ზოგადად მსოფლიოში. კი ბატონო, სხვათა შორის, რადგან პოტენციალი ახსენეთ, ხომ? ძირითადი კუთხით მაინც სად ვხედავთ აი ამ შესაძლებლობებს, რომ მართლაც არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში და რატომაც არა ჯანსაღი ამბიციური განაცხადი ამ თემაზე შევძლოთ აქამდე მისვლა, ასე ვთქვათ, რა ძირითადი ნაწილია. აქ ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ შემდეგი ფაქტორი, რომ როდესაც ჩვენ კონკურენციაში შევდივართ საერთაშორისო მასშტაბით, ანუ ყოველთვის იქნებიან ქვეყნები, მაგალითად, როგორც არის ინდოეთი, რომელიც მასიურად მიმწოდებელი არის ტალანტების, საქართველოს ვერაზურს ვერ გახდება, იმიტომ რომ სიდიდიდან რაოდენობრივი თვალსაზრისიდან გამომდინარე, ჩვენი ნიშა არის, რომ მაღალი კვალიფიციური ტალანტები მივაწოდოთ საერთაშორისო ბაზარს და იმ კომპანიებს, რომლებიც ამ ტექნოლოგიებში არიან. ანუ ჩვენი ნიშა უნდა დავიჭიროთ და შევინარჩუნოთ და ამისათვის საჭირო არის, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ადგილობრივი მუშახელი, უფრო მეტი კვალიფიკაცია მივაწოდოთ და ასევე გარდა იმ საერთაშორისო კომპანიებისა, ანუ უნდა წამოიზარდონ ქართული სტარტაპები. ანუ როდესაც ჩვენ საუბრობთ ტექნოლოგიებზე, ჩვენ ესე ცალკე მდგომ საერთაშორისო კომპანიებს არ ვუყურებთ, ეს მთლიანი ეკოსისტემა არის და სწორედ ამიტომ ძალიან კარგი ცვლილება შევიდა შარშან სტარტაპების მიმართულებით, რომელიც იყო სტარტაპების სტატუსი, რომელიც შესაძლოა აძლევს უკვე ქართულ სტარტაპებს საგადასახადო შეღავათით ისარგებლონ და გაიზარდონ და გარკვეულ ეტაპს მიაღწიონ და რატომ? იმიტომ რომ იმისათვის რომ ქვეყანამ დაიმკვიდროს თავი საერთაშორისო რუკაზე, საჭიროა ეგრეთ წოდებული იუნიკორნი, ანუ დღეს ჩვენ როდესაც საუბრობთ ტექნოლოგიურ სექტორის ზრდაზე, ეს ძირითადად არის ეგრეთ წოდებული აუთსორსინგი, ანუ ექსპორტი გადის, თუმცა ეს ინტელექტუალური საკუთრება და ასე შემდეგ საქართველოში არ რჩება. იმისათვის რომ ეს სექტორი სხვა ეტაპზე გადავიდეს, როგორც თქვენ აღნიშნეთ, საჭიროა ეგრეთ წოდებული იუნიკორნი, აი მაგალითად როგორც ესტონეთს Skype ქონდა და ასე შემდეგ, ანუ რომელიღაცა სტარტაპმა უნდა მიაღწიოს საერთაშორისო აღიარება და იყოს მილიარდიანი, თქვათ, შეფასება ქონდეს, მიაღწიოს ამ შეფასებას და ამის შემდგომ კიდევ უკვე სხვა ეტაპზე გადავალთ. აქვე ანუ როცა ვსაუბრობთ სხვა ეტაპზე ჩვენი კომპანიებისაც, სახელმწიფოსაც, საგანმანათლებლო სექტორისთვის, ანუ მიზანი და ამოცანა არის, რომ საქართველოს იყოს ჰაბი, ხო, ტექნოლოგიური ჰაბი იყოს და ამის განმარტება 5 წლის წინ და 2 წლის წინ, თუნდაც 1 წლის წინ სხვა იყო, ხო, როცა ჩვენ ამ ციფრულ ჰაბზე ვსაუბრობდით, იქ იყო ციფრულ ეკონომიკაზე გადასვლა, თქვა ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ინტერნეტის გაყვანა და შემდეგ. დღეს უკვე ეს აღარაა საკმარისი, იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ ხელოვნური ინტელექტის ერაში და დღეს უკვე სხვა ნაბიჯები არის ჩვენგან საჭირო იმისათვის რომ ხვალ ის მოლოდინები შევავსოთ, რაც უკვე აი ამ ცვლილებებმა განაპირობეს ზოგადად ტექნოლოგიურ სექტორში. კი ბატონო, აი საუბრობთ ცვლილებებზე, მათ შორის კანონმდებლობის ნაწილსაც შევეხეთ.
ახლა თუ გვაქვს ასე ვთქვათ, მიმდინარე პერიოდში გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების მოლოდინი ან იდეები, რაც შეიძლება განვახორციელოთ. მოგეხსენებათ, შარშან საქართველოს პარლამენტო მიიღო IT, ეგრეთ წოდებული IT ბინადრობა, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩვენი სექტორისთვის. მოგვიწია ამ თემას სწორედ ვაკოსთან ერთად ვსაუბრობდით. დიახ, და ეს იყო მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც აკლდა აი ამ ეკოსისტემას და რატომ? იმიტომ რომ თუ ერთი მხრივ ჩვენ მქონდა მექანიზმი, რითაც ვიზიდავდით კომპანიებს, მეორე მხრივ არ მქონდა სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც ამ კომპანიებთან ერთად მაღალი კვალიფიციური კადრები, რომლებიც გადმოვიდნენ და ეს ნაკადები, რომლებიც შემოვიდნენ საქართველოში, იმის რეგულირება არ იყო ასე ვთქვათ ვაკუუმი ამ მხრივ და სამწუხაროდ აი ამ 2 წლიან პერიოდში შევხედეთ, რომ ეს გადინება ხდებოდა მაღალი კვალიფიციური კადრების და რატომ? იმიტომ რომ უცხო ვთქვათ ევროპული ქვეყნები, იგივე პორტუგალია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, მათ ჰქონდათ ეს მექანიზმი და ნადირობდნენ ამ ტალანტზე და სპეციალურ ვიზებს თავაზობდნენ ბინადრობის მოწმობებს და ამ შემდეგ და ჩვენ სამწუხაროდ ეს საკანონმდებლო ჩარჩო არ ქონდა. სწორედ IT ბინადრობის მოწმობა ემსახურება იმას, რომ ეს მოვაგვაროთ და როგორც აღნიშნე სექტემბერში მიიღო პარლამენტმა, ჯერ ნაადრევი არის იმის შედეგებზე საუბარი, იმიტომ რომ სულ ახალხანს მივიღეთ არსებობს გარკვეული პატარა ბიუროკრატიული, ასე ვთქვათ, გამოწვევები, რომელსაც აწყდებიან ჩვენი წევრი კომპანიები და ვთქვათ ადამიანები, რომელიც IT ბინადრობაზე შეაქვთ და მუშაობთ ჩვენ ახლა იგივე თურნა ვახსენეთ და მასთან ერთად რომ ეს ცვლილებები შევიტანოთ, ეს პატარა პროცედურული ცვლილებები, რომელიც კიდევ უფრო გამართავს ამ რეფორმას და ასევე მინდა ვაღნიშნო, რომ იმისათვის რომ სექტორი გაიზარდოს და საკანონმდებლო დონეზე ან ქვეყნის პრიორიტეტის დონეზე რომ ავიდეს ჩვენი სექტორი, საჭიროა იგივე ხელოვნური ინტელექტის კუთხით ესეთი უნდა არსებობდეს ეროვნული ხელოვნური ინტელექტის სტრატეგია, რომელიც დამატებით ბიზნესს მისცემს ამ კუთხით განვითარებას და ასევე მინდა ვთქვა, რომ თუ ჩვენ როგორც ქვეყანა გვინდა რომ სამომავლოდ არ ვიყოთ რაღაცა ოფსაიდ თამაშგარეში ამ მიმართულებით, უნდა გადავწყვიტოთ სად არის ჩვენი როლი ღირებულებათა ჯაჭვში, ხელოვნური ინტელექტის ღირებულებათა ჯაჭვში და ეს ჯაჭვი შედგება 5 ესე ვთქვათ დონისაგან და ეს პირამიდა რო წარმოვიდგინოთ, ვთქვათ პირამიდის ბოლოში ეს არის ელექტრორესურსები, რაზეც შემდგომ დგას ჩიპების წარმოება, მერე ამის ზემოთ დგას data ცენტრები, მონაცემთა ცენტრები, მას შემდგომ დგას ეს ხელოვნური ინტელექტის მოდელები, რაზეც ვთქვათ შეჯიბი და ასე შემდეგ არის და ამ კენწეროში ამ პირამიდის არის უკვე ეკონომიკური ბენეფიტი აპლიკაციები, რომელთაც უკვე ფულს აგენერებენ. ანუ ჩვენ უნდა შევძლოთ და ვთქვათ, რომ აი სად არის ჩვენი უპირატესობა, ხო? აი ამ პირამიდაში ეს მოგახსენებათ იგივე ელექტროენერგიის რესურსების კუთხით საკმაოდ დიდარია საქართველოს და ამიტომ შეგვიძლია ამ ნაწილში შევიდეთ. იგივე მონაცემთა ბაზები არის საჭირო, რომ ამ განვავითაროთ საქართველოში და ჩვენი მიზანია, რომ მომავალ 10 წელში რომ გავთვალოთ, ხო? ანუ სად არის საქართველოს როლი ამ ღირებულებათა ჯაჭვში, რომ ჩვენ არ ვიყოთ მხოლოდ მომხმარებლები ამ ხელოვნური ინტელექტის, არამედ ასევე კონტრიბუტორები ვიყოთ და შევძლოთ ჩვენი, ვთქვათ, როლი შევიტანოთ აი ამ პირამიდაში ხელოვნური ინტელექტის. კი ბატონო, არ შემიძლია წარმატება არ გისურვოთ ამ წელში, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ იმ გაგებით იმ ტრენდით, რა ტრენდითაც მივდივართ, აქაც მივალთ ამ ნაწილში. აუცილებლად ერთი საკითხი, რომელიც მინდა რომ ამ თემის ირგვლივ ვიკითხო, არის გარკვეულწილად კონკურენცია მთლიანობაში ბაზარზე, იმისთვის რომ ჩვენ უფრო მეტი მაღალკვალიფიციური კადრი მოვიზიტოთ, ხო? მე ხა ვახსენეთ ინდოეთის მათ შორის, მაგრამ აი ზოგადად ვითარება ვთქვა. აი იგივე ციფრებს რო გადავხედოთ, დაახლოებით 2018-19 წლებში საერთო რაოდენობა, რასაც ვთქვათ, მხოლოდ საქართველოში არსებული უნივერსიტეტები, ასე ვთქვათ, კურსდამთავრებულები, რომლებიც სწავლობდნენ კომპიუტერული მეცნიერების კუთხით, იყო 1500 ადამიანი. მაშინ, როდესაც ვთქვათ, კონკურენციაზე ვსაუბრობთ, სომხეთში იყო 10-ჯერ მეტი. დღეს რო იგივე მონაცემები ავიღოთ, საქართველოში დღეს მდგომარეობით მხოლოდ უნივერსიტეტის კუთხით 12000 ადამიანი არის ამთავრებს კომპიუტერულ მეცნიერებს, რაც არის საკმაოდ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი. ანუ ახალ თაობის დაინტერესება შეიძლება საკმაოდ დიდი არის.
და ეს არის მხოლოდ უნივერსიტეტები. მოგეხსენებათ, რომ არსებობს პროფესიული კოლეჯები, კერძო გადამზადების კურსები, რომლებიც კიდევ ათასობით ადამიანს ამზადებენ და ჩვენი მიზანია, რომ ადგილობრივი კადრები გავზარდოთ, კვალიფიკაცია აუმაღლოთ და მათში ასე ვთქვათ, ცნობიერება ამაღლოთ, რომ ეს სექტორი არის მაღალ ანაზღაურებადი სექტორი, მოგეხსენებათ, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხელფასები არის და ეს სექტორი შესაძლებლობას აძლევს ადამიანს და ახალგაზრდას, რომ ქვეყნიდან გაუსვლელად დარჩეს საქართველოში, არ მოუწიოს, ვთქვათ, სხვა ქვეყანაში წასვლა, ემიგრაციაში წასვლა და მიიღოს კარგი ანაზღაურება, არამხოლოდ ქვეყანა დატოვოს, არამედ თავისი სოფლიდან, რეგიონიდან შეუძლია, რომ არ გავიდეს და არ ჭირდება მას, რომ ჩამოვიდეს თბილისში ან დიდ ქალაქში, ხო? თავისი დაბადების ადგილიდან შეუძლია, რომ განვითარდეს, იმუშაოს საერთაშორისო პროექტებზე და რაც თავარია, მიიღოს მაღალი ანაზღაურება. კი ბატონო, და ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ ჩვენ არამხოლოდ ვიზიდავთ კვალიფიციურ მუშაკებს და ვეუბნებით, რომ გადმოდით და იმუშავეთ საქართველოსთან, თქვა ამ შემთხვევაში, არამედ ჩვენ მოქალაქეებს ვეუბნებით, რომ შეუძლიათ ისინი იყვნენ აქ და ესეთ მაღალ გამოიყენონ დანარჩენი მსოფლიო დასასვენებლად. რა თქმა უნდა, და ეს არის ერთგვარი სიმბიოზი, აი სწორედ ახსენეთ, რომ ვიზიდავთ, რატომ ვიზიდავთ, ხო? ანუ იმიტომ რომ მოთხოვნა ბაზარზე იმაზე დიდია, ვიდრე მოწოდება არის ადგილობრივ ტალანტების და ამიტომ ის, რომ ეს ნაკადი მიგრაციული მაღალკვალიფიციური შესავალში თქვი, რომ მაღალკვალიფიციურ კადრებს ვიზიდავთ. ხო, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ განვაცნობიეროთ რა არის მაღალკვალიფიციური კადრი და რა არის არამაღალკვალიფიციური. ხო, არანაირ სამუშაოს არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ნუ ამ შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა, ის თუ ადგილზე შესაძლებელია იმ კადრის მოძიება, არ უნდა იყოს უფრო ბიზნესისთვისაც უფრო ხარჯიანია, რომ ვიღაცა გადმოიყვანო აქაც ხო, რომ უფრო მეტი ხელფასი გადაუხადო, ვიდრე ადგილზე იშოვა. ხარჯიანია, მე თამდები სხვადასხვა ტიპის პრობლემები აქვს, გარემოსთან ადაპტირება, ასე შემდეგ. და როდესაც ჩვენ საუბრობთ ამ მაღალკვალიფიციურ კადრებზე, იმ კანონმდებლობაში, ბინადრობის კანონმდებლობაშიც ხაზგასმით არის, რომ მინიმუმ ხელფასი იმ ადამიანის, რომელიც IT ბინადრობას აიღებს, უნდა იყოს წელიწადში $25,000, რაც იმაზე მეტყველებს, რომ აი დამწყები პროფესიონალების მოზიდვას კი არ გულისხმობთ, ჩვენ გულისხმობთ მაღალკვალიფიციურ პროფესიონალების გადმოყვანას და რატომ? იმიტომ რომ ჩვენი სექტორი საკმაოდ სპეციფიურია. ეს ქართველი კადრები და ტალანტები უნდა მუშაობდნენ და გაიზარდონ მათთან ერთად, ეგეთ წოდებული knowledge transfer-ი ხდება ამ დროს და რა თქმა უნდა, ყველა კომპანიას, ვინც აქ ვართ ბაზირებული, გასნობიერებული გვაქვს, რომ ეს უცხოელები ადრე თუ გვიან დაუბრუნდებიან თავის სამშობლოს და იმ მომენტში უნდა ვიყოთ ჩვენ მზად როგორც ქვეყანა, რომ სრულად მოხდეს ქართული მუშახელი ჩანაცვლება და არ მოუწიოთ რომელიღაცა კომპანიებს ოფისების დახურვა იმის გამო, რომ ადგილზე ვერ იშოვეს ტალანტები. ამისათვის საჭირო ეს სექტორი უფრო პოპულარული გახდეს, უფრო მეტმა ადამიანმა ისწავლოს და იმუშაოს ამ მიმართულებით. კი ბატონო, აუცილებლად მინდა ასევე ვკითხოთ ახლა სომხეთი ვახსენეთ ტურნიკე და ზოგადად საერთაშორისო მასშტაბით რომ შევხედოთ ვითარებას, დინამიკაც გასაგებია ძალიან პოზიტიურია, იგივე რაოდენობა დაინტერესებული სტუდენტების ნაწილში, მაგრამ მაინც შედარება რომ გავაკეთოთ, სად ვართ მსოფლიო ტრენდებთან მიმართებაში და რამდენად ახლოს ვართ, ან რამდენად საკმარისია თუნდაც ეს კარგი დინამიკა იმისთვის, რომ გავუსწორდეთ მაღალ მაჩვენებლებს. ტემპი ზოგადად საკმაოდ დამაკმაყოფილებელია, იმიტომ რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. რაოდენობრივად, რა თქმა უნდა, ჯერ არ ვართ იმ დონეზე, როგორც სხვა ქვეყნები არიან და სამწუხაროდ იგივე სომხეთზე რო საუბრობთ, ხო? ანუ სომხეთმა ეს დაიწყო, ამ ტექნოლოგიების განვითარება დაიწყო ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ჩვენთან მოხდა. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საკანონმდებლო ჩარჩო ჩვენთან არის არამხოლოდ ტექნოლოგიებში, ზოგადად ხო, ანუ არის რომ რაღაცა არ არის ხშირად ცვალებადი, როცა ეხება თქვა იგივე გადასახადებს და ასე შემდეგ, ხო? ანუ არის რომ უფრო არის ინვესტორის კუთხით უფრო გამჭვირვალე არის, რომ აი მივიღეთ ეს კანონი საერთაშორისო კომპანიის შესახებ სტატუსი და უკვე აი 7 წელია და არავინ არ ამცირებს ან ცვლის ან ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს ბიზნეს უჩენს სტაბილურობის შეგრძნებას, როცა სხვა ქვეყნებში არ მინდა დავასახელო, წლიდან წლამდე იცვლება ხოლმე და ბიზნეს უწევს ამის ადაპტირება სხვადასხვა მოქნილობის კუთხით. აქედან გამომდინარე, ჩვენ თუ ავიღებთ სოფლიო მასშტაბს, რა თქმა უნდა,
შრომის ბაზარის კუთხით არის დეფიციტი კვალიფიციური მუშახელის კუთხით, თუმცა თუ ავიღებთ პერიოდს, ხო, აი რა იყო 20 წელს და 20 წელს და რა არის დღეს, საკმაოდ დიდი ნაბიჯი დანახტომი გავაკეთეთ და ამ ტემპით თუ გავაგრძელებთ სვას, მე დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ წლებში ეს კიდევ გაორმაგდება ეს ტემპი, უფრო სწრაფი იქნება და ყოველთვის ვამბობ ხოლმე, აი ეს მაგალითი მომყავს, სადაც ვარ, თუ საქართველოს გადაწყვეტს და ეროვნულ დონეზე აიყვანს, აი როგორც ტურიზმი ავიყვანეთ, როგორც ღვინო ავიყვანეთ, ხო, ანუ თელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ჩვენ ვართ ღვინის სამსვლო, მსგავსი სახის ასე ვთქვათ, კამპანიები არის საჭირო საერთაშორისო კუთხით, მარკეტინგული კუთხით, რომ საქართველოს არის ტექნოლოგიური ჰაბი, რომ საქართველოს აქვს ეს პოტენციალი და ესე რომ გავალთ ჩვენ სოფლიოში და ვიტყვით, რომ საქართველოს არის ტექნოლოგიური ჰაბი, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კიდევ გაზრდის იმ ასე ვთქვათ ტემპებს, რომლითაც ჩვენ მივდივართ და კიდევ უფრო გაუსწრებთ იმ რეგიონში მყოფ ქვეყნებს, რომლებსაც დღეს უსწრებთ. კი ბატონო, აი ამასთან დაკავშირებით ზუსტად ორი საკითხი მინდა გარკვეულწილად გავაერთიო. ნაწილობრივ ჩვენ ვისაუბრეთ უცხოელი სპეციალისტების შემოყვანასთან დაკავშირებით და მაინც დღეს სწორედ საინტერესო დამთხოვა იყო, რომ ამ სპეციალისტების თემაზეც ასევე და სამუშაო ძალის ნაწილში ამ ტიპის კონკურენციაზე გარკვეულად ისაუბრა პრემიერმა. სულ არის ხოლმე მუდმივად საუბარი, რომ აი ხომ არ მოვა მაინც ეს კონკურენციაში ქართულ სპეციალისტებთან, თუმცა თქვენ ნაწილობრივ აღნიშნეთ, რომ ეს პირიქით კი, ბევრგან ანუ სადაც ყოველთვის არის ხოლმე ეს ერთგვარი წუხილი, რომ ხო არ ვანაცვლებ და ასე შემდეგ, ანუ მე ყოველთვის ვიმეორებ, რომ იმ უცხოელი სპეციალისტებიც, რომლებიც დღეს არიან საქართველოში და მუშაობენ ტექნოლოგიურ სფეროში, მათთან ერთ მაგას რომ დავამატოთ არსებული ტალანტი და კიდევ ჩვენი პოტენციალი ვერ დააკმაყოფილებს იმ მოთხოვნას, რომელიც არის საერთაშორისო ბაზარზე. ანუ არ ვლაპარაკობთ ჩვენ კონკურენციაზე. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი სექტორი არ არის ჩვენში და ბაზარზე დამოკიდებული. ანუ ჩვენი სექტორი არის სოფლიო ბაზარზე დამოკიდებული და მანამ სანამ ტექნოლოგიების მიმართ იქნება მზარდი მოთხოვნა, მანამდე იქნება მოთხოვნა იმ რესურსებზე, ადამიანურ რესურსებზე, იმიტომ რომ ეს სექტორი თავიდან ბოლომდე არა რაღაცა პროდუქტზე ან ნივთზე დგას, არამედ დგას ადამიანურ რესურსზე და სანამ ეს ამ ადამიანურ რესურსზე და მაღალკვალიფიციური რესურსზე იქნება მოთხოვნა, მანამ არასდროს არ გვეყოფა მთელი საქართველოს 3 მილიონმა ადამიანმა რომ გადაწყვეტოს რომ უნდა იყოს თქვათ ამ სფეროში დასაქმდეს, მაინც არ იქნება საკმარისი. აქედან გამომდინარე პირიქით ეს რომ ეს ადამიანები დღეს საქართველოში არიან, ეს ჩვენ უნდა გამოვიყენოთ, მათი ეგრეთ ცოდნა და გამოცდილება უნდა გამოვიყენოთ და უნდა გაიზარდონ მათთან ერთად ჩვენი ასე ვთქვათ ადგილობრივი მუშახეები. ჩვენ აი აქვე მინდა ვიკითხო რომ ჩვენ არაერთი ძალიან საინტერესო კომპანია ყავს საქართველოს საერთაშორისო მასშტაბის ვერ ვასახელებ შეგნებულად თორემ მათ შორის იცით თქვენ რომ ერთ-ერთ კომპანიასთან ასევე მრავალწლიანი შემოსვლის დღიდან თანამშრომლობა გვაკავშირებს მე პირადად მათ შორის და ვხედავ ამ კომპანიის საქმიანობას და განსაკუთრებულად პოზიტიურ როლს ქვეყანაში ამ სექტორის განვითარების ნაწილში მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს ტენდენცია გვაქვს, რომ უკვე საერთაშორისო კომპანიებზე ვლაპარაკობთ, თანახმად ადგილობრივ კომპანიებს, აი გვაქვს თუ არა მიზანი მათ შორის ასოციაციის ჭრილში, რომ აი კიდევ უფრო მეტი კომპანია მოვიზიტოთ საქართველოს. მეტი კარგაგებით ვამბობ ამას, არა უბრალოდ სახელი, მეტი სახელი მოვიზიტოთ საქართველოში, ასაც მოყვება ადამიანების. სწორად აღნიშნე, ეს გარკვეული ეტაპები არის და ბევრი უკვე საერთაშორისო ზონაზე ცნობილი კომპანიები უკვე არიან ბაზარზე წარმოდგენილი, თუმცა რომ ავიღოთ დონეებად რომ დავყოთ, ჩვენი მიზანია რომ ისეთი კომპანიები დაინტერესდნენ საქართველოში, რომლებიც არის იგივე მაგალითად Google, იგივე Nvidia, იგივე ანუ დიდი სახელები, რომელიც დღეს აკლია საქართველოს, არა მხოლოდ საქართველოს, მათი წარმომადგენლობები საკმაოდ ისეთია, არ არის ესე ფართოდ უფრო შეზღუდულად არიან წარმოდგენილი, მაგრამ ეს არის ჩემი აზრით ის მიზანი, რომელიც გვინდა და ჩვენ ამ მიზნისკენ ვისწრაფით, რომ ის რომ
ეს კომპანიები, რომელიც საქართველოში არიან, ეგ უკვე მათ ინტერესს აჩენს, ხო? იმიტომ რომ უყურებენ, ეს კომპანია არის აქ შემოსული, ესე იგი რაღაცა ხდება იქ, ხო? ანუ გარკვეული მოძრაობები არის. მაგიტომ ვამბობ, რომ ჩვენ უნდა დავაინტერესოთ და როგორ ვაინტერესებთ ამას, ანუ ხვალინდელი დღე არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული. და ის რომ მე ავხსერ ის დონეები ხელოვნური ინტელექტის, ჩვენ ამით უნდა დავაინტერესოთ ეს კომპანიები, მაგალითისათვის აი ჩვენ თუ ვიტყვით ერთ კომპანიას მოყვანთ AWS-ს ან Amazon-ს, ხო? ანუ ჩვენ რითი უნდა მათ ჭირდებათ ელექტროენერგია თავიანთი დატა ცენტრებისთვის, ხო? ანუ ჩვენ ამით უნდა პოზიციონირებდეთ, რომ მარტო მუშახელი, მარტო კაი გარემო კი არ გვაქვს, ანუ ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ თქვენ განახლებადი ენერგია, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ელექტროენერგიის რესურსები მთლიანად განახლებადი ენერგიაზე არის დამოკიდებული და ის კომპანიები საკმაოდ დიდ აქცენტს აკეთებენ ამას, რომ მათი მონაცემთა ბაზების ძალიან დიდი სიმძლავრეები ჭირდებათ და არ უნდა იყოს საზიანო, თქვათ, პლანეტისთვის და ამავდროულად. ის ფაქტორი, რომ ჩვენ შეგვიძლია რომ მათ განახლებადი ენერგია მივაწოდოთ, ეს ჩვენი კონკურენტუნარიანობა არის სხვა რაღაცებთან ერთად. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ თუ ჩვენ კარგად გავაცნობიერებთ აი ამ პირამიდას ხელოვნურ ინტელექტის და ზუსტად ვიტყვით, რომ აი აქ არის ჩვენი როლი და ეს არის ჩვენი უპირატესობა და ამითი მივალთ იმ კომპანიებთან, უფრო შევძლებთ მათ გადმობირებას საქართველოში. აბსოლუტურად გეთანხმებით და მართლაც მნიშვნელოვანია გაჩენა ამ სახელების საქართველოში ბუნებრივია. და ბოლოს და შემაჯამებლად ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა შემოვინახე, ვინაიდან ყოველთვის მგონია რომ თუ არა კარგი პროფესიული ასოციაცია, სხვაგვარად დარგს ცალკე აღებულ კომპანიებს რაც არ უნდა ვისაუბროთ, მაინც გაუჭირდება განვითარება. ხომ ერთიანი მიზანი ერთ სექტორში მნიშვნელოვანია და ამ კუთხით თქვენი ასოციაცია მართლაც გამორჩეულად კონკრეტული მიზნების არის. თუ შეიძლება რომ მეტი გითხრათ ასოციაციაზე და ასევე რა თქმა უნდა გეგმებზე, რაც გეგმავთ მომავალში. რა თქმა უნდა, ჩვენი ასოციაცია ზოგადად ესე ისტორიულად რომ მივყვეთ დაარსდა 2000 ჯერ კიდევ 2019 წელს და მაშინ სექტორი არ იყო ამისთვის მზად, რომ აი რაღაცა ასოციაცია, ბევრი მოთამაშე იქ არ იყო. არც პრიორიტეტულად არ იყო. პრიორიტეტად არ იყო, არავინ ესე არ უყურებდა და მე მოგესალმებით კოვიდი იყო და ყველაფერი დაიხურა და რაღაცა ეტაპზე ეს ასოციაციაც ხო, ნუ ცხადია ეს განელდა და მოკვდა თავისუფლად არ იყო აქტიური და როდესაც უკვე 2022 წელს საერთაშორისო კომპანიები შემოვიდნენ ბაზარზე, ჩვენ შევხედეთ, რომ ამის საჭიროება, ასე ვთქვათ, ხელახლა გაჩნდა და ეს კომპანიები მახსოვს თავიდან რომ დავიწყეთ რაღაც სულ რაღაც 2-3 კომპანია ვიყავით და ნელ-ნელა შემოგვემატა და არა მხოლოდ დღეს მე ძალიან მიხარია რომ არა მხოლოდ კომპანიები ვართ, არამედ ჩვენ ირგვლივ გაერთიანებული არის საგანმანათლებლო სექტორი, სამთავრობო სექტორი, იგივე სხვადასხვა საელჩოები, ანუ რაღაცნაირი ბირთვი შეიქმნა, რომელიც ერთად ვზრუნავთ ამ სექტორის განვითარებაზე. ყველა ვიცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი როლი იმისათვის, რომ მთლიანად ეკოსისტემა განავითაროთ და ამიტომ აი ეს 22-დან დღემდე მოყოლებული ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვიყავით წარმოდგენილები. ჩვენ 2026 წელს ხვალ გვაქვს ესეთი შეხვედრა, სადაც 2026 წელს ის გეგმებზე ვისაუბრეთ, თუმცა აქ ვიტყვი რომ 26 წელს ჩვენ ვაპირებთ რომ სხვა ეტაპზე გადავიყვანოთ ასოციაცია და აქამდე თუ რაღაც ერთგვარი პლატფორმა იყო, სადაც ყველა მხარეს კრებდით და ვსაუბრობდით, უკვე აღსრულების ნაწილზე გვინდა გადავიდეთ და ის რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, უკვე დავნერგოთ ყოველდღიურობაში, უფრო დიდი პრიორიტეტები გვაქვს, უფრო იმიტომ რომ ჩვენ შევხედეთ რომ ამ 3 წელიწადში მივახციეთ ისეთ რაღაცებს, რომელიც წარმოუდგენელი იყო და ამიტომ უფრო დიდი ამბიციები გაგვიჩნდა. თუ აქამდე ძირითადად ჩვენი ასოციაცია საერთაშორისო კომპანიებზე იყო ირგვლივ და იდგა, ჩვენ გვინდა რომ 2026 წელს ეს უფრო გავფართოვდეთ და უფრო მეტი, თქვა, იგივე ქართული სტარტაპი შემოვიყვანოთ და ჩვენი, თქვა, აქტივობები ასევე და ენერგია დავხარჯოთ მათი პრობლემების მოგვარებაზე, მათთვის განვითარების ხელშეწყობისთვის და ეს უფრო მეტი სექტორი მოვიცვათ და უფრო დიდი გავხდეთ და უფრო
ძლიერები, იმიტომ რომ გჯერა რომ თლიანად ეკოსისტემის განვითარებისათვის საჭიროა რომ ყველა აქტორი გაერთიანდეს ერთი მიზნის ქვეშ, ერთი ქოგის ქვეშ და თუ ერთიანად ასე ვთქვათ ერთიანად ვიმოქმედებთ, მივაღწევთ იმ ამოცანას, რაც არის განმეორდები საქართველოს ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბება და ეს არ იყოს მხოლოდ რაღაცა სიტყვები, რომელსაც ჩვენ როგორც ქართველები ვამბობთ, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე მოხდეს ამის აღიარება. მე აბსოლუტურად დარწმუნებული რომ ამას შეძლებთ თქვენ ასოციაციის ფარგლებში და ხვალინდელ შეხვედრაზე წარმატებას გისურვებთ. მე ასევე ვიცი რომ ჩვენ სხვა ფორმატში ხვალინდელი შეხვედრის შედეგების შესახებ ასევე ვისაუბრებთ ბიზნეს ინსაიდერის სხვა სატელევიზიო ფორმატ გულისხმობ ამ შემთხვევაში უფრო მეტად და არა მხოლოდ ასევე ვებ სივრცეში ყოველთვის გვიგულეთ პარტნიორად გულშემატკივრად ამ ნაწილში და ჩვენ ასევე დარწმუნებული ვართ წლის განმავლობაში არაერთხელ მიმოვიხილავთ გარკვეული ტიპის დინამიკას მათ შორის იმ პოზიტიურ ცვლილებებს, რომელსაც ველოდებით და იმ შედეგებს, რომელიც გვინდა ყველამ ერთად რომ მივიღოთ. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ. დღეს ბიზნეს ინსაიდერი რადიო სივრცის ეთერში ამით დასრულებულია. ჩვენ შევხვდებით ტრადიციულად 4 შაბათს 5 საათს.